იდენტიფიცირებულია პოლიციის ის მაღალჩინოსანი, რომელიც გვიან ღამით აქტივისტებზე ფიზიკურად ძალადობდა და ასევე დაკავებების ბრძანებას გასცემდა. ახალგაზრდების განმარტებით ეს არის პოლიციის მაღალჩინოსანი დავით მამაგეიშვილი. ის მოქალაქეები, ვინც გვიან ღამით ადგილზე იმყოფებოდნენ იმისთვის, რომ დაკავებული თორნიკე თოშხუასთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ, ამბობენ, რომ ეს იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ხელში ბანერებით, რა დროსაც ძალოვანი უწყების თანამშრომლობა სავარაუდოდ მამაგეიშვილის ბრძანებით დაიწყეს დაკავებების სერია. ქალები, რომლებიც ადგილზე იყვნენ, ამბობენ, რომ პოლიციელები არ ინდობდნენ არც ახალგაზრდა გოგონებს, მათ თმებით ითრევდნენ და სწორედ ამ მეთოდით ცდილობდნენ მათ დაკავებას, ასევე სახეში გამეტებით ურტყამდნენ ახალგაზრდა სტუდენტ ბიჭებსაც. ახლა დაკავებული 10 პირი რეგიონებში სხვადასხვა იზოლატორში ელოდება სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. ახალგაზრდები ამბობენ, რომ გუშინ გვიან ღამით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ნახეს რუსული სტილის მეთოდებით დაკავება, რადგან მათი განმარტებით სწორედ ასე ხდება რუსეთშიც, როდესაც საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები სუფთა ფურცლებით დგანან, ამავე ძალდობრივი მეთოდებით ხდება მათი დაკავებაც. ახალგაზრდები განმარტავენ, რომ დაკავებულიდან რამდენიმეს ამ დროისთვის აღენიშნება დაზიანებები, რომელიც სავარაუდოდ პოლიციელებმა დაკავების დროს მიაყენეს. მოbrunდა პოლიციელი და ჩემს უკან გოგო იყო, იმას წოდა თმაში ხელით, რაც მე დავინახე ძალიან კარგად, ეს იყო ძალადობა და თმით ცდილობდა, რომ გაეთრია მანქანისკენ, რის საშუალებად ჩვენ არ მივეცით და საბოლოოდ მოუწია ხელის გაშვება. ვინ იყო ეს პოლიციელი? ეს იყო, როგორც მე მითხრეს, მამაგეიშვილი დავითი, თუ არ ვცდები მის სახელი და გვარი. ანუ რა პოლიციის უფროსია, როგორც იცი, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. რუსეთს მახსენებს, რაც კადრები ვნახე, როცა იყო რუსეთში შეტაკებები ოპოზიციური მხარის და პოლიციის შორის, ზუსტად ესეთი კადრები იყო, სადაც ქალებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს მათ შორის ესე მიადრევდა პოლიცია. გუშინ მამაგეიშვილმა ჩემს ერთ-ერთ მეგობარს, სტუდენტს, რომელიც არაფერ შუაში იყო და არ იყო და არც ბანერჭი და არაფერს არ აკეთებდა, მივარდა უცბად და სილა გააცდა საკმაოდ დიდი ძალი და ამ დროს ჩაიყვანა კორდონში და დააკავეს ადამიანი. ამის აერთში ამსახოლი კადრი არ არსებობდა, ასევე დააკავეს გოგოები და ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ გოგონას, რომელსაც ზედ შეაჯნა წიხლებით გაუსწორდნენ ამ კალბატონის. ადამიანები მივიდნენ სოლიდარობის გამოცხადებისთვის, როდესაც თონიკე თოჩხვა დააკავეს იგივე ადგილას და გადაიღეს ფოტოები, უბრძანეთ ალბათ ავიანთ უფროსებს, მან შეაფასა იყო თუ არა ბიზნესმენიშვილი ის, რაც მან დაეწერა და ამ დროს გაიცა ბრძანება, რომ დაეკავებიდნენ ეს მოქალაქეები. ხვალ დღის განმავლობაში რეგიონებიდან დაკავებული აქტივისტები უნდა გადმოიყვანონ, მათი სასამართლო პროცესი უნდა ჩაინიშნოს. შესაბამისად, ახლა საინტერესოა თავად რა სიტყვიან დაკავებულები, რა გარემოებებზე მიუთითებენ და ისაუბრებენ თუ არა ისინი იმ ძალადობაზე, რომელსაც აღწერენ ის ადამიანები, ვინც გუშინ საკრებულოსთან იყვნენ.